მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ გავაკეთოთ ასეთი გაშლა. თქვენ ურთიერთობა გაქვთ მანძილზე. რა ელოდება ამ ურთიერთობას შემდეგ? პირველ რიგში ვნახოთ ეხლა რა ხდება თქვენს შორის ამ წუთში, რა ხდება, რომ იცოდეთ რომ თქვენი არის ეს ისტორია ხო, თქვენზე იქნება. და ვნახოთ ეხლა არის აქ როგორი ზუსტად თქვენ შეიძლება მართლა ეს სიტუაცია არის აი იმათვის, აი უეჭველე, ვისაც ეხლა ურთიერთობა აქ მანძილზე, იმიტომ რომ თქვენ ამის გამო გაქვთ ცოტა დაძაბული სიტუაცია, თქვენ დაიძაბეთ, იცით? იმიტომ რომ და სხვათა შორის აი ახლა აქაც კითხვები მაქვს მომზადებული, როგორც ყოველთვის და ერთ-ერთი კითხვა კი არის იმაზე, რომ აი რას გასწავლეთ თქვენ ეს მანძილი, იმიტომ რომ თქვენ თითქოს აი ნახეთ ეს უკვე ძალიან დაიძაბა სიტუაცია, მართლა ძალიან დაიძაბა სიტუაცია და შეიძლება მომენტ დაჟე თქვენი პარტნიორიც იქცევა ცოტა ისე აგრესიულად ასე რომ ვთქვათ, შეიძლება თქვენ გრძნობთ მაგისგან რაღაცეთ ენერგიებს, რომ აი თქვენს უკვე ნუ რაღაც დისკომფორტს გრძნობთ, მაგრამ მაქსიმალურად ნახეთ გიჭირავთ ეს ურთიერთობა და გინდათ რომ გქონდეთ ამ ურთიერთობას განვითარება, მართლა გინდათ. ორივეს უბრალოდ სიტუაცია დაიძაბა, რატო დაიძაბა? კი, ძალიან დაიძაბა, რაღაცა კონფლიქტი გაქვთ ამის გამო. იმიტომ რომ და ნახეთ რა ხდება, შეიძლება აქ გქონდეთ როგორი სიტუაცია, ნახეთ. მოდით საჯარო გაშლა, მეტყვი ვეტყვი როგორ ორ ვარიანტს ვეტყვი. შეიძლება ზოგი არ არის თავისუფალი და უკვე მაგასაც აქ როგორი მომენტი იცით, ოჯახში არის ძალიან ისე დაიძაბა სიტუაცია, იმიტომ რომ ამ ადამიანს ნამდვილად უნდა აი გაუსაძლისი შეიძლება და სიტუაცია არის და უნდა გამოსვლა იმ სიტუაციიდან რა. შეიძლება ეს თქვენი ოჯახი არის დაუშვოთ და იქ არის რაღაცა აი ამ მანძილზე სულ მის დღემში რაღაცა მომენტები რომ თქვათ, აი გინდათ რომ ბოლოს და ბოლოს ეს მანძილი დამთავრდეს, დასრულდეს, იმიტომ რომ მართლა შინაგანად, გონებრივად უკვე ძალიან დაიღალეთ იმაზე რომ აი თქვათ ეხლა ნუ თუ დაუშვათ ეხლა უბრალოდ ოჯახური, ნუ ოჯახური რა, მშობლიური ოჯახი შეიძლება გქონდეს ადამიანს და დაუშვათ იქ არის და მაგრამ იქაც უკვე ისეთი სიტუაცია არის რომ ადამიანს პრინციპში ნუ უნდა წამოსვლა რა იქიდან და იმიტომ რომ ხო თქვენზე არის ლაპარაკი, თქვენთან უნდა. კი, თქვენთან უნდა და შეიძლება ნახეთ რა ხდება კიდე ხო, აქ არის გრძნობა, ნამდვილად არის გრძნობა და შეიძლება რამეს გეუბნებათ, გიხსნით თქვენი პარტნიორი თქვა დაუშვათ იმაზე, რატომ ვერ მოვდივარ სიტყვაზე, ხო? ან რატომ არის ეს მანძილი. გიხსნით, უყვარხართ ამ ადამიანს უეჭველი აქ აჩვენებს, მაგრამ შეიძლება თქვენთვის არის მისაღები დაუშვათ ის სიტუაცია, რომელიც ეხლა ხდება და მაგის გამო შეიძლება გქონდეთ თქვენ კონფლიქტი, მაგრამ ეს არის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციული სიტუაცია, რომელიც გჭირდებათ თქვენ, იმიტომ რომ ეხლა აქ უკვე არის როგორიც შეიძლება ზოგისთვის ეხლა თქვენ გონიათ რომ მანძილზე რო ვარ, აი დაუშვათ ეხლა ან არ ვუყვარ ვარ, ან ეგეთი რამეები შეიძლება თქვათ, გაწუხებდეთ ეს მომენტები, მაგრამ არის სიტუაცია, რომელიც თქვათ, უნდა აი აქ უკვე თვითსაგვარეულოც ირთობა, აქ ირთობა მთელი სამყარო და ეს მართლა ეს სიტუაცია პრინციპში უნდა მიიყვანოს, უნდა მივიდეს იქამდე, რომ რაღაცა გაერკვას, მაგრამ თქვენ კი აქ შეიძლება გქონდეთ, ან თქვენს პარტნიორს ხო შეიძლება გქონდეს რამე შიში, რომ შეიძლება დაუშვათ ეხლა, ნუ რამე არ დასრულდეს, ან დაუშვათ არჩევანი, მაგრამ აქ რო რაღაცები უნდა გაიგოთ, რაღაც არჩევანი რო უნდა გაკეთდეს, ეს უეჭველია რა. ნუ მოდით ეხლა ვნახოთ, ჩვენ ეხლა კითხვები ხომ აქვს მომზადებული და ვკითხოთ ჩვენ ეხლა ტაროს, თუ იცანით თქვენი სიტუაცია, ვკითხოთ ეხლა რა ხდება.
პირველი კითხვა მექნება ეს მანძილი რას გასწავლის, იმიტომ რომ მე ყოველთვის გეუბნებით ვინც პირველად არის ჩემთან აქ არხზე, მე მინდა გითხრათ რომ ჩვენ აქ არ მკითხავთ, უბრალოდ მე ვარ კარმული ფსიქოლოგი და სიტუაციები რომელიც ვთქვათ, დაუშვათ ამ შემთხვევაში არის ვთქვათ, როცა ურთიერთობა არის მანძილი, ჩვენ მაგას ვიხილავთ, არა მხოლოდ იმით რომ ვთქვათ, აქ რაღაცებს მკითხავთ, უბრალოდ აროს ვიყენებთ როგორც ინსტრუმენტს, რომელსაც შეუძლია ძალიან მალე და ძალიან მარტივად ახსნას სიტუაცია, რომელშიც შეიძლება თქვათ ამ წუთში იმყოფება წყვილი. ამიტომ ჩვენ ახლა აქ ძალიან ბევრი საუბრებიც გვაქვს და ვიხილავთ ძალიან ღრმად. მოკლე გაშლებით თუ ვისაც გიყვართ, კი არის მეორე კიდე სხვა არხი. თუ ვინმე იცის რუსული, აქ რუსულენოვანი არხის და ნახეთ ლინკები ყველა არის ვიდეოს ქვეშ. всё, დავიწყოთ ჩვენ ახლა. რო არ დაკარგოს დაუშვით იმ ადამიანებმა, ვინც სამკითხავთ შემოვიდა, მაგითო ვაფრთხილებ. ნახოთ ახლა ჩვენ, რას გასწავლის თქვენ ეს მანძილი, იმიტომ რომ მანძილი ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, ჩემს ტრენინგებზე ისიც გეუბნებით ხოლმე, რომ მანძილი არის მნიშვნელოვანი, ზოგჯერ არის, იმიტომ რომ ნებისმიერი ურთიერთობა არის გაკვეთილი, რა თქმა უნდა. და აი ამ შემთხვევაში ახლა მანძილიც ხო არის რატომღაც არის თქვენს ცხოვრებაში, ხო? და აი ამის პერიოდში თქვენ რაღაცა ნამდვილად უნდა გაიგოთ, უნდა ისწავლოთ. აი ვნახოთ ჩვენ ახლა რას გასწავლეთ თქვენ, აი ახლა ეს მანძილი, პირველი კითხვა ავიღოთ ეგეთი. ვნახოთ ახლა აი ეს ჩვენ ხო თქვენი მდგომარეობა შეიძლება თქვენ ხა იცით, ხო? მაგრამ აი ვნახოთ ახლა რა შინაგანი მდგომარეობა აქვს თქვენს პარტნიორს ამ შემთხვევაში, აი მის სამყაროში ახლა რა ხდება, ხო? იმიტომ რომ ახლა გვაჩვენეს კი კონფლიქტური და ვნახოთ ეს მისია თუ თქვენი არის ეს კონფლიქტური სიტუაცია, თქვა შინაგანი, ხო? ვნახოთ რა უნდა გააცნობიერო ამ სიტუაციაში შენ, რა უნდა გააცნობიერო. ეხლა აი ამ ეტაპზე რა ენერგია აკავშირებს თქვენს აი ერთმანეთთან, იმიტომ რომ რაღაცა ენერგია ხოდ უნდა იტრიალოს, თუმცა მე კი მაჩვენა რომ ცოტა დაძაბულია, მაგრამ მაინც ჩვენ ახლა ვკითხოთ ახლა კიდე ცალკე ეს კითხვა დავუსვათ და გავიგოთ, ხო? და რა შეიცვლება ვნახოთ თქვენს ურთიერთობაში უახლოს მომავალში. უახლოს მომავალი შეგიძლიათ 3 თვემდე აიღოთ მაქსიმუმი რა. ეს უფრო ასე განმავლობაში, იმიტომ რომ შეიძლება ხვალაც მოხდეს, ხო? იმიტომ რომ ძალიან მალე რო იცვლება ყველაფერი დედამიწაზე, ამიტომ ჩვენ ასე ვიღებთ. შემდეგი კითხვა მაქვს ახლა. რა არის საუკეთესო შედეგი ამ კავშირის განვითარებისთვის? აი ნახოთ ახლა რა შედეგი შეიძლება იყოს აი ამ სიტუაციიდან თქვენთვის და ავიღოთ ჩვენ ახლა როგორც რჩევა რა ტაროსგან რა უნდა თქვათ, რას უნდა დაელოდოთ თქვათ, ან მოქმედოთ, თუ რა უნდა გააკეთოთ, აი ესეც ვნახოთ, ვკითხოთ. კი ბატონო, აი გეუბნებით. ეს მანძილი არის თქვენთვის ახლა იმისათვის, რომ აქ რაღაცა შეიცვალოს. აქ შეიძლება ბევრს, აქ ძალიან ესეთი ურთიერთობა, როცა აი ეს მიჯაჭვულობა რომ არის თქვენთან, ხო? იმიტომ შეიძლება დავუშვათ ეს მომენტიც, მარტო იმიტომაც ხართ რა, რომ რაღაცა ცვლილებები უნდა მოხდეს. კარგით, ვნახოთ ახლა ჩვენ. მოდით აქ ეს ავიღო და თუ დამჭირდება დასტები მაქვს აქ გამზადებული, რომელიც დამეხმარება თუ საჭირო იქნება. პირველი ახლა ვნახოთ, კითხვა ეს იგი, რას გასწავლის თქვენ ეს მანძილი? რას გასწავლის? სიმშვიდეს, მიღებას. შეიძლება თქვენ იცით როგორ არის ზოგჯერ ჩვენ, ესე იგი აი ხაც განვიხილავთ ჩემთან ახლა ტრენინგზე გოგოები რო არიან, ახლა ენერგიებზე გვაქვს ლაპარაკი და ბევრს ლაპარაკობთ ჩვენ ქალურ ენერგიებზე და აი აქ ზუსტად ეს მომენტი არის, რომ თქვენ ახლა უნდა ისწავლოთ თქვენი იმის მიუხედავად, რომ აქ ახლა ხმალები არის 4-იანის, მაგრამ შეიძლება ნახეთ ეს არის სიმშვიდე, რაღაც უნდა გაჩერდე, რაღაცა კიდე. ეს არის როგორი მომენტი, იცით, როცა აი ამ არკანიდან ახლა რო ავიღოთ ეს ორაკულია, ენერგია და ინფორმაცია რო ავიღოთ, თქვენ შეიძლება აი ეს არის რაღაცა შემავსებელი ენერგია, რაღაც თქვენ თვითონ თქვენს თავთან უნდა დარჩეთ
მარტო იმისათვის, რომ რაღაცა შეიძლება განახლებულად შეხედოთ სიტუაციას რა. ანუ სხვანაირად შეხედოთ სიტუაცია, რომელიც ახლა ხდება თქვენს ურთიერთობაში რა. მშვიდად შეიძლება რაღაცა ისწავლოთ თუნდაც, ხო? შეიძლება მისცეთ დრო თქვენს თავს. ну, მოდით კიდე გავხსნით, ახლა ვნახოთ კიდე რაც გვეტყვის ტარო, იმიტომ რომ ეს არის მართლა ძალიან საინტერესო. რას გასწავლის, რომ აი ზოგჯერ ჩვენ ნახეთ შეიძლება ანუ პარტნიორი იმისთვის გჭირდება, რომ რაღაცა ემოციებით შეგვავსოს, ხო? და ჩვენ თვითონ ესე იგი ვარ დამოკიდებული იმაზე, რომ თქვა თუ დამირეკა ჩემმა პარტნიორმა, ესე იგი მე ვარ შევსებული, ხო, ენერგიით, რომ რა კარგია და რა ბედნიერი ვარ. თუ არ დამერეკა და ვარ შეშფოთებული სიტყვაზე, ხო? თუ მომწერა, კი ბატონო, თუ აი ეგეთი რაღაცები, როცა ჩვენ ვეძებთ ემოციას პარტნიორისგან და არა თვითონ ვივსებით და ეს არის კიდე იმისთვის, რომ თქვენ გააკეთოთ რამე პრაქტიკები რა, თუნდაც მედიტაცია ძალიან კარგი პრაქტიკა არის და შეიძლება ეს არის, მომენტი, რომ თქვენ შეძლოთ იყოთ თქვენს თავთან, თუნდაც მარტო რა, განმარტოვება გქონდეთ რა. კი, არის აი როცა და რო არ იყო დამოკიდებული, აი ესეც არის, ხო? ესეც არის, რომ აქ რაღაცა იცით, რა უნდა შეიცვალოს. აქ შეიძლება აი აქ უფრო ემოციაზე ხო გეუბნებით არის ესეთი სიტუაცია, რომ თქვენ ახლა ნახეთ, შეიძლება აი აქაც მე-15 გამოვიდა, აქაც იყო მე-15 არკანი და აი ეთყობა როგორ არის, იცით, ეს მანძილი არის აქ სხვადასხვა რაღაცა მთავრდება თქვენთან, რაღაცა გაკვეთილი, ეს რაღაცა თითქოს ბოლო გაკვეთილივით, ბოლო რა ახლა ამ შეიძლება ამ პერიოდში, იმიტომ ჩვენ სულ ვსწავლობთ რაღაცებს, ხო? მაგრამ აქ თითქოს თქვენ რაღაცას უნდა მოიპოვოთ, ანუ ის რაც თქვენთვის არის მნიშვნელოვანი, რაღაცაში იცვლება, რაღაცა გაუგებრობები, გამოდიხართ რაღაცა კონფლიქტური სიტუაციებიდან, იცით? აბა ვნახოთ კიდე, რა ხდება ახლა მასთან და აი მოდით იცით როგორ ავიღოთ, მაგაზე ხო ავიღებ და მე ავიღებ ახლა თქვენთან რა ხდება, მაინც მინდა რომ გავიგოთ, იმიტომ რომ ზოგჯერ ადამიანი ვერ ხვდება რა მჭირს რა. აი ნახოთ ახლა მის შინაგანი და თქვენი ავიღოთ, თქვენთან რა ხდება, რომ უფრო გავარკვიოთ ახლა ჩვენ. ანუ მასთან რა ხდება. აი ზუსტად ნახეთ ახლა ხო გეუბნებით, რომ აქ ახლა შეიძლება გეტყვეთ, შეხედეთ, აქ თქვენ ნახეთ, თქვენი პარტნიორი აქ უფრო გადის, იმიტომ რომ აქაც კოშკი მაგასთან არის და აქაც მაგასთან. ნახეთ, შეიძლება ეხლა თქვენი პარტნიორი გადის რაღაცა ძალიან დიდ შინაგან ცვლილებას რა. პლუს კიდე აქ არის ეს მანძილი არის იმისათვის, რომ გქონდეთ თქვენ დრო, რომ გეფიქრათ იმაზე, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, რა არის ძვირფასი. აი ამისთვის უეჭველი თქვენი პარტნიორისთვის უეჭველი, იმიტომ რომ მან უნდა რაღაცნაირად შეცვალოს თავისი ცხოვრება. აქ რაღაცა არის მომენტები, რომელიც მას ძალიან აწუხებს, გამიგეთ რა ხდება? და ეხლა უნდა შეცვალოს ეს მიდგომა, უნდა მოერიოს რაღაცა კონფლიქტივით არის მასში შიგნით კონფლიქტი მიდის უეჭველი, იმიტომ რომ ნახეთ, როცა იმიტომ გითხარით, შეიძლება დაძაბული სიტუაცია იყოს, შეიძლება თქვენი პარტნიორი ეხლა არის როგორ აი თქვათ აგრესიულადაც შეიძლება დაგელაპარაკოს, ან არ დაგელაპარაკოს საერთოდ რა და რაღაც აი ეგეთი მომენტები შეიძლება იყოს და თქვენ უნდა იცოდეთ ზუსტად რომ ეს მომენტი არის ეხლა მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აი ეს მდგომარეობა სულ მაჩვენეს ეთყობა თქვენი პარტნიორის, იმიტომ რომ შინაგანი კონფლიქტი არის მასში, იმიტომ რომ არჩევანი უნდა გააკეთოს და ამას აქ შიში გამიგეთ რა ხდება, რომ მე მეშინია რაღაცის შიში აქ ამ ადამიანს, რომ ანუ თითქოს რა ვიცი თქვენგან არა მგონია, მაგრამ და აი ეს არის ზუსტად ეს ეს ცვლილები მთელი ცხოვრება აი ამის ეხლა იცვლება და გეუბნებით აქ თითქოს რაღაცა
აი მოდით კომფორტის ზონიდან გამოსვლა არის, აი მაგისი რა. არ არის მნიშვნელობა სად იმყოფება. მოდით ახლა საჯარო გაშლა არის და ამიტომ ახლა მე არ შემიძლია გითხრათ თქვენ ახლა ზუსტად თქვათ, ხო? მე შემიძლია გითხრათ რომ ამ ადამიანში მოხდა ახლა რა დიდი ცვლილება მიდის, აქ რაღაცა იცვლება და ამან უნდა მოერიოს იმ მომენტს, რომელიც არის შეიძლება ამჟამად, ნახეთ, თუ დაუშვათ, უნდა წამოვიდეს თავისი სახლიდან, სადაც არის, არა აქვს მნიშვნელობა ეს თქვათ ახლა სამკუთხედია, თუ ეს არის დაუშვათ ახლა მშობლიური სახლი, ხო? ან რაღაცა უნდა შეცვალოს და იმიტომ შეიძლება ეშინია, იმიტომ რომ უნდა ახალი სიახლე ბევრს აშინებს რა, იმიტომ რომ მე რო ვზივარ კომფორტის ზონაში, ხო? უკვე ვიცი რა, როგორ რანაირად და მე რო რაღაცა შევცვალო, ესე იგი მე არ ვიცი ეს მომავალი რა იქნება, რას მომიტანს მე ეს ცვლილება და ამიტომ ხშირ შემთხვევაში ადამიანი ირჩევს პოზიციას, რომ ირჩევნია ვიყო იქ, სადაც ვარ, იმიტომ რომ აქ ვიცი მაინც რაც ხდება. გამიგეთ და ამიტომ ეშინიათ რომ თქვათ რამე ახალი დაიწყო. даже ელემენტარული ნახეთ, აი შეიძლება შენ სამსახურის სიცული იცი რას მოვალეობა შეიძლება გქონდეს უკვე ასრულებდე ამ მოვალეობას თქვათ 15-ჯერ სხვა ადგილზე, მაგრამ შეიძლება შიში გქონდეს იმისი რომ ახალი კოლექტივის შემხდება, მე არ ვიცი ეს როგორი იქნება იქ ჩემი ხელმძღვანელი და ამიტომ რეაგება არის შინაგანი მაინც ადამიანში და ეხლა როცა აქ არის უკვე იმ დონეზე კონფლიქტით, ამიტომ ეს როცა ეხება ურთიერთობას და როცა არის სიყვარული, ხო? აქ შეიძლება ადამიანი რაღაცას კიდევაც გთავაზობს, მაგრამ არ იცის თქვენთვის მიღებული არის ეს თუ არა, შეიძლება თქვენთვის არის ეს მიუღებელი, გამიგეთ, ამ დროს სიყვარული არსებობს. არც სიყვარულის დაკარგვის არ მინდა და აი როგორ რა გავაკეთო არ ვიცი და ამიტომ ეს არის ტრანსფორმაცია ზუსტად როცა მე უნდა შევედი იმ ახალს, იმიტომ რომ აქ უკვე ნახეთ, всё, ну მორჩა ეხლა, ну დაუშვათ ეხლა შენ რო პროდუქტები რო გაქვს მაცევარში და იყიდე და უკვე აღარ ვარგა, შენ უნდა გადააქთო ეს, ხო? ну არ ვიცი რა, როგორი უკვე მაგალითი მოგიყვანეთ, რომ მინდა რომ დაწვრილებით აგიხსნათ, რას ნიშნავს, როცა უკვე რაღაცა შენი ცხოვრებიდან უკვე მიდის, აღარ გემსახურება, აღარ არის მორჩა ეს რეალობა დამთავრდა, ეს სცენარი რომელიდაც შენ ცხოვრობდი, დასრულდა, შენ უნდა გადახვიდე ახალ სცენარში, იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრება ასე ვიტარდება რა, ასე მიდის. რომ ჩვენ სხვადასხვა ეტაპებს გავდევართ. ისე არ ხდება, რომ ვთქვათ, ერთი და იგივეში, როცა ადამიანი ცხოვრობს, ადრე თუ გვიან, მოვა ეს ენერგია იმისათვის, რომ გააღვიძოს, გამიგეთ? აი ეს არის რა და შეიძლება აქ ადამიანის ცხოვრებაში ხდება რაღაცა მომენტები, რომელიც აძლევს იმის ბიცქს, რომ რაღაცა შესაძლებელია უკვე რა. აი ეს მისი მდგომარეობა და თქვენი ეხლა შინაგანი მდგომარეობა ზუსტად აი ეს არის, რომ თქვენ თვითონაც კი, თქვენს ეგრე ხართ, თქვენს ფიქრობთ, რომ რა გავაკეთო, როგორ გავაკეთო, ანუ გამოვიდე, არ გამოვიდე, ხო? თქვენ даже როგორ ახართ, იცით? აი თქვენ თითქოს უნათებთ ამას გზას. აი ამას ვეთყოდი მე. გზას უნათებთ, იმიტომ რომ თქვენ უფრო მეტი გამოცდილება გაქვთ, გაიგეთ? და თქვენ მაგას თქვენი ენერგია, მოდით ასე ვთქვათ, თქვენი ენერგია მაგას უბიძგებს, რომ ეს ცვლილებები მოხდეს, იმიტომ რომ აქ სიყვარულია. გამიგეთ, როცა არის სიყვარული, აქ უნდა ისწავლოს სიყვარული შიშის გარეშე. იმიტომ რომ შეიძლება არის, ну, ყველა ურთიერთობაში, როცა არის ეგეთი მომენტები, არის დაბრყოლება, ხო? აი დაუშვათ, ზოგი არის დამოკიდებული იმაზე, თქვათ, ну, აი დაუშვათ სხვა ეროვნებას, ну, ეს რო ვიცახეთ ჩვენ, ხო, ეს სხვაობები, რაღაცები, ხო? ან დაუშვათ ადამიანი, თქვათ, არის უფრო დამოკიდებული სხვის აზრებს, სხვის წესებს, მშობლების აზრებზე, ხო, საზოგადოების აზრებზე შეიძლება იყოს ადამიანი, ხო, ხვდები, დამოკიდებული და ამიტომ არის ეს მომენტები, როცა რაღაცა მეშინია, გამიგეთ? ის კიდევ უბრუნდებით იმ კომფორტის ზონას და მაგრამ რა თქმა უნდა, ყოველთვის ჩვენ ცხოვრებაში გამოჩნდება ისეთი ადამიანი და ხშირ შემთხვევაში ეს არის პარტნიორი, რომელიც ჩვენ ან ბიცქს გვაძლევს, ან გვანახებს რაღაცას, გამიგეთ? აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და თქვენ ეხლა მაგის ცვლილებების აქ გოგო არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ უნათებთ ამას
გზას. იმიტომ რომ შეიძლება ეს ადამიანი ეხლა დაუშვოთ იჯდეს თავისთვის მშვიდად, მაგრამ თქვენ შეხვდეთ მაგის ცხოვრებაში იმისათვის, რომ მან ისწავლოს სწორი არჩევანის გაკეთება შიშის გარეშე და ამიტომ თქვენ თუ ეხლა პაუზა გაქვთ, ხო? ან რაღაცა ისეთი რამე რომ რა ქვია, არ ვითარდება, აი ზუსტად რომ დაფიქრდე და მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც შეცვლის შენ ცხოვრებას და რომელიც სადაც შენ იქნები გამარჯვებული და უკვე დრო არის, რომ გამოხვიდე შენი კომფორტის ზონიდან. ეს უფრო ეხლა გოგო მუშაობს ბიჭზე, აი ასე რომ ვთქვათ, ეხლა სულების დონეზე, ხო? კარგით, შემდეგი ვნახოთ ეხლა ჩვენ, ანუ რა უნდა გააცნობიერო შენ ამ სიტუაციაში, რა უნდა გააცნობიერო შენ. так, რა უნდა გააცნობიერო, რაც საინტერესოა, ეს არის ერთი წუთით აბა მაინტერესებს, აქ უფრო კარგად შევიდე. რა უნდა გააცნობიეროს ახლა აქ ვინც უყურებს. ნახეთ რა მაგარია, ორი ტუზი და თქვენი პარტნიორი გამოვიდეს, შეხედეთ. ანუ ნახეთ, თქვენ უნდა ეხლა იყო დაკავებული თქვენი საქმეთ. თქვენ ეხლა უნდა შეენარჩუნეთ, აი ძალიან როგორ იცით, ქმედება რამე, არაფერი. აქ ამასში იცვლება, ნახეთ, როცა არის კიდე ესეთი მომენტი. აი თქვენ გრძნობთ, თქვენ ხო ინტუიცია ყველას გაქვთ, ხო? და აი თქვენ გრძნობთ, რომ ეხლა ხდება რაღაცა ისეთი მომენტი ჩემ ცხოვრებაში და მე ვგრძნობ, რომ ეს ჩემი პარტნიორი მაგაშიც რაღაცა იცვლება, ხო? ცვლილებები მოდის, შეიძლება შეხედეთ, ადამიანი დაუშვოთ იქცევა სხვანაირად, ხო? შეიძლება შენ ახლა პრინციპში რაღაცას ეუბნები და ანუ გადამწყვეტი პერიოდი აქვს თქვენს პარტნიორ, აი ახლა გადამწყვეტი პერიოდი არის და ამიტომ თქვენ გეუბნებიან, რომ თქვენ არანაირად არ უნდა ეხლა იმოქმედოთ მის გადაწყვეტილების მიღებაზე. თქვენ იყავით, ანუ თქვენთვის იყავით და შეინარჩუნეთ, აი ასე რომ ვთქვათ, სიმშვიდე და რომ იმიტომ რომ ეხლა აი რო იციან გოგოებმა, რა შემიძლია გავაკეთო, რით შემიძლია დავეხმარო, ხო? არაფრით იყავით თქვენთვის. იმიტომ რომ აქ თვითონ ბედი უკვე მაგას მიიყვანს იმ გადაწყვეტილებამდე, რა გადაწყვეტილებაც მან უნდა მიიღოს. აქ ამის ცხოვრებაში, აი ნახეთ, იყო კოშკი, ეხლა ორი ტუზი პენტაკლების და ხმალების, ხო? ანუ ესე იგი ეს ადამიანი არის ეხლა ანუ ისეთ პერიოდში, სადაც თვითონ მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თავის მომავალ ცხოვრებაზე. ამიტომ თქვენ ეხლა არანაირად არ უნდა იმოქმედოთ, ან რაღაცა გააკეთოთ, გამიგეთ? არანაირად და უნდა გააცნობიეროთ თქვენ ის, რომ მე ჩემს პარტნიორში მიდის ეხლა ცვლილება, მან თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და არა მე დავეხმარო. აი ეს არის აი ეგეთი მომენტი, იმიტომ რომ თქვენ ეხლა გააქვთ შინაგანად, თქვენ გინდათ, აი აქ ეხლა ვეთყოდი, რომ თქვენ გინდათ ეხლა, აი რომ მოდი რაღაცა უთქრა, ან რაღაცა ვურჩიო, ან რაღაცა იქნებ თქვა, აი რამენაირად ეხლა ისე რა ქვია, გავუშუქო მაგის ეს სიტუაცია, გამიგეთ, არ გინდათ ეხლა თქვენ არაფერი, მან თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ მართლა ისე რა გნოეობდე, აი რა ქენი შენ ახლა, რა გადაწყვეტე შენ ახლა, არაფერი იყავით თქვენთვის რა, თქვენი საქმეებით დაკავდეთ, ეს არის ახლა ძალიან მნიშვნელოვანი. ვნახოთ ახლა რა ენერგია აკავშირებს ახლა თქვენს აი ამ ეტაპზე ერთმანეთთან, რა ენერგია და ზუსტად ხო გითხარით, აი რომ ეხლა არის ძალიან ისეთი ენერგია, რომ თქვენ ეხლა კი ერთმანეთი ეხლა ნაკლებობას შეიძლება გრძნობდეთ, შეიძლება თქვათ ერთმანეთი გენატრებათ, კიდევაც შეიძლება ვერ იღებთ ეხლა ამ წუთში თქვენ ერთმანეთისგან იმას, რაც თქვენ გინდათ რომ მიიღოთ. ნაკლებობა არის აქ ყველანაირად შეიძლება თქვათ, აი ყველანაირი რა. ნაკლებობა რა, როცა რაღაცნაირად, კი, იმიტომ რომ ტრანსფორმაცია მიდის, გამიგეთ რა ხდება? ტრანსფორმაცია მიდის და გადიხარ ახალ ეტაპზე გადის თქვენი ურთიერთობა და ამიტომ აქ არის ეს მომენტი ზუსტად რომ ისე რა ქვია,
პირველ რიგში ეს ენერგია გაკავშირებთ თქვენ, ну რაც ვთქვით ეხლა ნახლა, всё, აღარ გავიმეორებ, ხა ვინცაც საჭირო იყო, იმან კი დაიჭირა და გაიგო რა. უკვე მეორედ აღარ აგეხსნით. მივხვდეთ თქვენ, რომ ტრანსფორმაცია მიდის, გამოდიხართ, ახლა გადეხართ ახალ ეტაპზე თქვენი ურთიერთობის. აქ უნდა გაკეთდეს არჩევანი, აუცილებლად, მაგრამ გულით არჩევანი, იმიტომ რომ როცა აი აქაც მაჩვენეს უკვე და აქაც იგივეს მაჩვენებენ, რომ ეს არჩევანი უნდა მოხდეს გულით, მე როგორც მინდა. აი ეს ენერგია არის თქვენი გულით არჩევანი არის ის გოგოები არ უშლით ჩვენ ხელს იმასში, რომ თქვა პარტნიორი გადის ტრანსფორმაციას და ბიჭის თემა არის ის, რომ მან უნდა მიიღოს უკვე გულში ის არჩევანი ჩემ ცხოვრებას, როგორ მე თქვა განახლებულოთ, როგორ უნდა ვმართო მე ჩემი ცხოვრება. აი ეს არის აქ რა. შემდეგი ახლა რა შეიცვლება თქვენ შორის, ხო, უახლოს მომავალში, რა შეიცვლება და აი მართლა შეიცვლება ახალი. აქ განახლებული იქნება, ну ყველა ვარიანტში აქ აი კოშკი რო გამოდის, ორი კოშკი, ხო? აქ ნამდვილად რაღაცა იცვლება ისეთი, რომ თქვენ აი მართლა გეუბნები კონფლიქტებიდან შეიძლება გამოდიხართ, რაღაცა პერიოდებიდან გამოდიხართ და მიდიხართ, ანუ წინსვლა გექნებათ ურთიერთობაში უეჭველი რა. ყველა ვარიანტში გექნებათ ისე რა ქვია მაინც ხო, აი ურთიერთობაში, ენერგიის მიმოცვლაში, ანუ აქ შეიცვლება სიტუაცია, როგორ იცით, დამთავრდება რაღაცა კამათები, დამთავრდება რაღაცა გაუგებრობა, იმიტომ გეუბნებით, რომ მამაკაცი საერთოდ ყოველთვის აფასებს თავის გადაწყვეტილების მიღებას. მე უნდა მივიღო გადაწყვეტილება, მე უნდა გადავწყვიტო. და ამიტომ ახლა ამ ეტაპზე თქვენს რო იქნები ჭკვიანთ, მიიღებს ეს გადაწყვეტილებას, რომ თქვენი ურთიერთობა შეიცვლება, მიხვდებით, რომ აქ არის სიყვარული, კიდევ ერთხელ გეუბნებით, აქ არის სიყვარული, აქ გადის ურთიერთობა ახალ ეტაპზე, აქ რაღაცა პრობლემები უნდა დასრულდეს და ამიტომ რა გელოდება თქვენ და გელოდებათ ურთიერთობაში ცვლილება, როცა მართლა ჯანსაღი წავა აქ ენერგიების მიმოცვლა. ძალიან და მიდიხარ წინ. всё, აი თითქოს რაღაცა დაბრყოლებები, რომელიც იყო, დასრულდება, ახალი ეტაპი მიდის. ხო, აქ ადამიანი აი თავისი სიყვარულით მოდის თქვენთან. ну გამოჩდება დაუშვოთ, ხო? ან შეიძლება ზოგთან даже, ну დაბრუნებაც, ახლა ზოგი შეიძლება სახშიც უნდა თქვა. თქვენთან დაუშვოთ მოდის, ხო? და ნახოთ ახლა ანუ რა არის საუკეთესო, ხო, შედეგი ამ კავშირის განვითარებისთვის. იცით როგორი კარგი ვარიანტი, რომ აი ისე გეუბნები, რომ ქალმა უნდა ჩართოს ეხლა ისე რა ქვია, ჭკუა და შეიცვალოს. აქ როგორი მომენტი არის, ხო, თქვენ აი ძალიან იმოქმედებს აქ რა, თუ თქვენ ამ ადამიანს არ დააჩქარებთ, ისევ გეუბნებით. იმიტომ რომ აქ არის სიყვარული, ამ ადამიანს თქვენ უყვარხართ, ამ ადამიანს თქვათ კიდევ გეუბნებით, მე ვამბობ ზოგად სიტუაციას, იმიტომ რომ ეს არის საჯარო გაშლა, თქვენ თვითონ ახლა გაანალიზეთ აიღეთ თქვენი. აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის ის შედეგი, რომ თქვენ ისწავლოთ თქვენი ენერგიების მართვა, გოგოებო, თქვენ. ნუ აჩქარებთ ამ ადამიანს, ნუ ეუბნებით საყვედურებს, იმიტომ რომ აქ ადამიანს უყვარხართ უბრალოდ ეს თქვენ მალე ვითარდებით, თქვათ, მალე რაღაცებს ხვდებით და ამ ბიჭს, ну ამ თქვენ მამაკაცს სჭირდება დრო იმისათვის, რომ მანაც რაღაცები გააცნობიეროს, გაიზარდოს, შეიცვალოს, ну ეს ასეა საერთოდ მე მაგას სულ ვამბობ და არა მხოლოდ მე, რომ აქ საერთოდ დედამიწაზე სულები რომ მოდიან, ხო, ქალის სხეულში სული უფრო მალე ვითარდება და კაცი მოდის მასთან, ანუ დასახმარებლად. რა თქმა უნდა, ახლა ბიჭებიც ჩვენი მეშვეობით ახლა სწავლობენ რა არის გრძნობა, რა არის ემოცია და ასე შემდეგ, მაგრამ თქვენ ნუ აჩქარებთ.
კი, ამიტომ აქ არის სიყვარული გეუბნებით და ამიტომ თქვენთან ექნება, თქვენ თუ შეიკავებთ თავს და არ დაიწყებს საყვედურებს და არ დაიწყებთ ახლა რაღაცა ულტიმატუმებს და რაღაცას, ნელ-ნელა ეს ადამიანიც ახლა უკვე შეიცვლება, უფრო აიღებს პასუხისმგებლობას, უფრო, იმიტომ რომ ნუ ცოტა ნელი პიროვნება ყავთ ახლა და რა გავაკეთო, იმიტომ რომ ახლა პენტაკლების მეფე, პენტაკლების ნუ ახლა რა იმდე, ყველა ვარიანტში რა. ამას სჭირდება რაღაცა ეტაპობრივად გამიგეთ და მაგრამ აი ის მე შემიძლია გითხრათ, რომ აქ ადამიანი ამ პერიოდში თქვენ რო ამ აგრესიას არ გამოაჩენთ, თქვენ რო დაუშვათ ახლა თქვენ აგრესიებზე თქვათ, ნუ და ან უარყოფით რაღაცა თქვათ თქმაზე, თქვენ გამოაჩენთ იმას, რომ უფრო მოთმინებას, ხო? ეს ადამიანი მართლა უფრო და უფრო მიხვდება, რომ რამდენად ნუ მიყვარხარ და რამდენად ძლიერი თავშეკავება. მოდით აი ასე თქვა, თქვენი თავშეკავება მიიყვანს იქამდე, რომ ეს ადამიანი მიხვდება, რომ მხოლოდ შენ მიყვარხარ, მხოლოდ შენთან მინდა, იმიტომ რომ ჩვენ გვიყვარს საერთოდ მდგომარეობა, რომელიც სადაც ემოცია, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ ურთიერთობაში, ხო? აი მით უფრო არის დამოკიდებული, იქნება ეს ადამიანი აი იმ ემოციაზე, რომელსაც ეს იგრძნობს თქვენგან. გამიგეთ, მოთმინება თქვათ, მოთმინება იმაში, რომ საყვედური არ ვუთხრა, დაჯექეთ გაანალიზეთ სიტყვები, ხო, რომელიც აი მოდის საყვედური გინდა უთხრა, ხო? ჯერ დაჯექეთ და გაანალიზეთ, თქვათ ახლა ნუ ახლა ნამდვილად ახლა ამ ყველაფერს ახლა დაწვრილებით მე ვასწავლე უფრო ტრენინგებზე და ახლა აქ უბრალოდ გეუბნებით ზოგადად რა ხდება, იმიტომ რომ იქ ახლა გოგოები კი ევენს ესწრებიან, კი იციან რომ ყოველდღე მართლა ლამის 20 წუთიან პოდკასტებს უწერ ხოლმე, რომ ყველა აბსოლუტურად თემაზე რომ უღეჭავდა. აქ ენერგიები დაიჭირეთ და მივხვდით, რასაც ლაპარაკობ, ხო? და რას გირჩევთ თქვენ? ნუ რაც რჩევაც იგივეა, რჩევაც იგივე არის რა, რომ აი აქ არ არის ისე რა ქვია, საჭირო რომ შენ ახლა აქ რაღაცა ინერვიულო, აი რაღაცა იფიქრო, გაუშვე ეს სიტუაცია, მიენდე ახლა ეს სიტუაცია მაღალ ძალებს, მიენდე და ყველაფერი დალაგდება, დრო მიეცი და თუ გინდა შენ რომ სიტუაცია შეიცვალოს, დრო მიეცი, იმიტომ რომ აქ მაღალი ძალებიც ერთობიან და გეუბნებიან რომ დაელოდე და იმიტომ რომ შენთან სიტუაცია შეიცვლება და იქნება ძალიან კარგი და პირველ რიგში მე გეუბნებით ეს თქვენთვის იქნება კარგი, იმიტომ რომ თქვენ იცვლებით ყველა ურთიერთობას შეხედეთ სხვა თვალით, მე რას ვიღებ ამ ურთიერთობიდან, ხო? მე როგორ ვითარდები, მე როგორ ვგრძნობ თავს ამ ურთიერთობაში. ჩემთვის კარგი რა მოაქვს რა, იმიტომ რომ თქვენ პირველ რიგში ყველა ვარიანტში თქვენ უნდა გქონდეთ, ანუ ესე იგი ეს თქვენი შინაგანი მდგომარეობა მოწესრიგებული, რომ თქვენ მერე უკვე გამოასხივებთ ესეთ ენერგიებს, რომ ყველა იქნება თქვენს გარშემო მყოფი ადამიანები კარგად და ამიტომ აიღეთ თქვენთვის რა არის კარგი, ჩემო სიხარულებო რა. და აქ უეჭველე თქვენ ნახავთ, როგორ ამით თქვენი თავის ფასი უფრო გაიზრდება და აქ ნუ რა ვიცი, აქ ფინანსური მდგომარეობაც შეიცვლება და რა ვიცი, თქვენთვის აი თუ კი თან ძალიან გაიზრდება და აქ დიდი სიხარული და მოდის და ბედნიერება რა. უბრალოდ ეგ არის, რომ თქვენსკენ მოდის მართლა ძალიან აი უბრალოდ გაუშვით თქვენი ცხოვრებიდან აი ეს ნერვიულობები და ეს რაღაცები და ხო, თვითონ ნუ ზღუდავთ თავს, ნუ. აქ ძალიან ბევრი აი ნუ ისწავლეთ, აი რაც გითხარით, აღარ მინდა უკვე ღრმად მივდივარ, ხო? საკმარისი ეს ინფორმაცია თქვენთვის ცოტა ისეთი არ იყო ადვილი გაშლა, ცოტა რთული გაშლა არის, მაგრამ ეს პროცესია. თან ნახეთ, როცა უკვე აი დაწერეთ რა კომენტარებში, ვისაც გასაგები იყო. იმიტომ რომ ეხლა ამ პროცესს გადის თქვენი მამაკაცი ეხლა იღებს რაღაცა გადაწყვეტილებას თავის ძალიან მნიშვნელოვანს, რომელიც ეხლა
თავის სიყვარულზე, იმიტომ რომ ნახეთ, ჩვენ გოგოები უფრო ჩვენ ვიცით როგორ არას ნიშნავს ემოცია. ჩვენ სულ ემოცია ვართ, ხო? ჩვენ ვართ სიყვარული, ჩვენთვის ეს არის ჩვენი ენერგია, ჩვენ მაგაში ვცხოვრობ, ჩვენ გვიყვარს შვილები, ჩვენ სხვანაირად გვიყვარს, ხო, ყველაფერი. კაცი არის ცოტა სხვა პლანეტა და ეგენი გადიან ტრანსფორმაცია ცოტა სხვანაირად, ცოტა კი არა ძალიან სხვანაირად რა. მაგრამ ჩვენ ახლა გვინდა რომ დავეხმაროთ ხოლმე რომ აი რაღაცა ხო გითხარით ან სიტყვით ან რჩევით ან თქვათ ახლა აი მე ხო ვეუბნები მაგას თბილ სიტყვას, აი მე ხო მაგას ვეკითხები რომ მითხარი თუ რამე გაწუხებს მე აქ ვარ და დაგეხმარები, არ ჭირდება მამაკაც ეს არ ჭირდება. მაგი თვითონ გადის, უბრალოდ შენ როცა მეტად ერევი და მეტად ცდილობ რომ რაღაც საჭკვიანური უთხრა ხო გოგომ, მე აქედან უკვე პირიქით აგრესიული ხდება მამაკაცი და რომ თავი დამანები მე ჩემსავს თვითონ მივხედავ, ხო? იმიტომ რომ ნუ არ არის ახლა კაცის ჩვეულა წავიდეს ქალისგან აიღოს თქვათ ახლა რჩევა. შეიძლება თქვენი კაცი ჩემთან უფრო მოვიდეს და მკითხოს რჩევა, იმიტომ რომ მე მაგისი ქალი არა ვარ, მე მაგისთვის ვარ ექსპერტი ჩვეულებრივი ადამიანი, თქვათ მოეწონა ჩემი აზრები და დაუშვათ მომართავს, მაგრამ თავის ქალთან ეს უნდა მოვიდეს როგორც გმირი და არა ისეთი როგორც აი მითხარი მირჩიე კაცი მაგას არიზავს ნამდვილი რა ეს თუ დაუშვოთ თქვენ ხართ ერთ ბიზნესში და ერთ თემაში და რაღაცა თქვათ აი ეს სხვა თემა არის უკვე მაგ შემთხვევაში კი სხვა შემთხვევაში კაცი მიდის უფრო ან თავის თავში შიგნით და სჭირდება დრო ან შეიძლება თქვათ ვინმე ვინს მაგას სიმპათიურობა თქვათ ექსპერტი ან შეიძლება მეგობარს კითხავს მაგრამ ეს არ არის ეს ყველაზე დამღუპველი თემა იმიტომ რომ თუ მეგობარი ფსიქოლოგი და თქვათ ან სპეციალისტი თქვათ კი ბატონო თუ არა და ეს არის დამღუპველი სიტუაცია. აი ასე ჩემო ლამაზებო და ამიტომ ნუ უკვე გელოდებით მე უკვე თქვენ კომენტარებში მომწერეთ რამდენად საინტერესო იყო ეს თქვენთვის გაშლა რა გამოიტანეთ და თუ დაგეხმარათ ეგეც ძალიან კმაყოფილი ვიქნებით და ბედნიერი თუ დაგეხმარათ ამ გაშლით ამ ანუ არ არის აკადემიური სიტუაციის გაკეფაში.